მიუხედავად 50 უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრებით კმაყოფილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. თემები, რომლებზეც ყურადღება თავად პრემიერმა გაამახვილა ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპის მხარდაჭერა საქართველოს მიერ არჩეულ გზაზე კიდევ ერთხელ დაადასტურდა. რა შეფასებები გაკეთდა მიუნხენში და საქართველოში ამ მონაწილეური სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქართველოს რუსეთის ურთიერთობა და ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. პრემიერ სიტყვით გამოსვლისას არ დავიწყებია უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მთავრობა, ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა რუსეთისადმი. პირველ ყოვლისა შევცვალეთ რიტორიკა. ჩვენ გავაუმჯობესეთ ტექნიკური საკითხები. გულისხმობ სავაჭრო კულტურულ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციას ორ ქვეყანას შორის. შედეგად კი რუსეთმა ნენელა გაუხსნა ბაზარი ქართულ პროდუქციას. დღეს ჩვენ მივახციეთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ჩვენ ვაწყდებოდით პროვოკაციებს საოკუპაციო ხასთან მდებარე სოფლებში. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ახალი ხელისუფლების მიდგომასთან. მიუნხენში სტუმრობისას კონფერენციის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. კონფერენციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ თბილისს მარტში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. Ministri Frank კოლეგასთან ერთად სავარაუდოდ მარტის დასაწყისში ეწვევა საქართველოს. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ როგორც ძალიან კაფეო სიგნალი იმისა, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის და ნატოს წამყვანი ქვეყნები ხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისი გამოხატულება იქნება სწორედ ეს ვიზიტი. რა იყო პრემიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ცოცოც ისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით ჩააბარა. ექსპერტი ფიქრობს, რომ პრემიერს არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გამორჩენია და მის პოზიტიურ შედეგებს საქართველოს მომავალში უნდა ელოდეს. არ დარჩენილა მე მგონი რაიმე სერიოზული საკითხი, რაზეც მას ყურადღება არ გაემახვილებინა და იგივე სოჩის ოლიმპიადის აქტუალურობა, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და რუსეთის ქმედების მიმართ უკმაყოფილება სრულიად კაფეოდ იყო გამოხატული. კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა საერთო ჯამში დადებითად აფასებს ექსპერტი ნიკა ჩიტიძეც, თუმცა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა პრემიერს რუსეთთან მიმართებაში პოზიციები უფრო მკაფიოდ დაეფიქსირებინა. რუსეთთან დიალოგის წარმოება, გულისხმობა პირდაპირ დიალოგი სახელმწიფოთა შორის დონეზე არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან და რადგანაც ამ შემთხვევაში თქვა ის საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის და შესაბამისად ოფიციალური კრემლის მხრიდან, უნდა იქნეს განეიტრალებული. უსაფრთხოების 50-ე კონფერენცია დასრულებულია. ქართული დელეგაცია მიუნხენიდან ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც გარდა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისა საქართველოს ნატოს კომისიის ხდომაც გაიმართება.